მოგესალმებით. მე ვარ ხათუნა ჭინჭარაშვილი და ყველაზე მეტად მჯერა მოსაზრების, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას საკუთარი წარმოდგენებით ვქმნით. ასე დავიწყე გასულ წელს ჩვენი პროექტის წარდგენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში იდეების აუქციონზე, სადაც თავშეყრილ ადამიანებს ერთი რამ გვაერთიანებდა, ჩვენ საკუთარი წარმოდგენებით ვქმნით ჩვენთვის მისაღებ გარემოს. კავკასიის ონკოსაზოგადოება ჰოუფის პროექტ შენი ცოცხლის შენს ხელშია ორი მიზანი ჰქონდა. პირველი, რეგიონებში კიბოს შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებზე ცნობიერების ამაღლება და მეორე, რეგიონებში აქტიური ონკოპაციენტების აღმოჩენა, რომლებიც მომავალში მოხალისეობრივად ჩაერთვებიან პაციენტთა ადვოკატირებაში. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით და თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერის შედეგად. პროექტით გათვალისწინებულ ვადებში შეხვედრები ჩატარდა ბათუმში, ქუთაისში, თელავში და დამატებით ასევე ჩოხატაურის ონკოპაციენტებთან. ვისაუბრეთ სკრინინგის კულტურაზე, პრევენციაზე, დიაგნოზის პირობებში ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაზე. თბილის, ზრუნვით და მხარდაჭერით სავსე დღეები შედგა. ვიცინეთ, ვხატეთ, ვიხუმრეთ და ცოტა ვიდირეთ კიდეც, თუმცა ყველაზე მთავარი, ერთმანეთის ძალა და გამბედაობა ყველამ ვიგრძენით. Facebook-ზე რეგიონალური ჯგუფებით შევქმნით. ყველა სათითაოდ მოტივირებული აღმოაჩინოს მის ირგვლივ ონკოპაციენტები და მხარდაჭერა შესთავაზოს. პროექტი თავისი სიკეთით დაგეგმოს გაეცდა. ბათუმში ფოტოსესია ჩატარდა და მშვენიერ იდეებს ჩაეყარა საფუძველი. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებას დღეს ჩვენი რეგიონის პაციენტების ფოტოები ამშვენებს, სადაც თითოეული ფოტო სხვა დამწყები ონკოპაციენტების გასამხნევებლად გამარჯვების ისტორიებს ყვება. ამავე საავადმყოფოში ჩვენი შეხვედრებისთვის განკუთვნილი ფართიც გამოინახა ბათუმის ვარდისფერი სივრცისთვის და ახალი შეხვედრებიც დაიგეგმა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. იცი როგორია, როცა ერთად ვართ ჩვენ, როგორც თევზის წყალში, აი ისე. ყველა თქვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან დიდხანს მიყובה დადებითი ემოცია, რომელიც აუცილებელი მამოძრავებელი ძალაა ჩემთვის. გვერდით მოხდა. პირველ რიგში არ დადებება, მეორე რიგში, მესამე რიგში შემართება. კიბო განაჩენი არ არის, კიბოს ყველა მოველი. ჩვენ კიბოს მოველი. თქვენთან ერთად გოგუებო მე სიცოცხლე მიხარია. თქვენთან ერთად ვისწავლე თავიდან ფეხისაგან, თავიდან ცხოვრება, გავხდი ძალიან ლაღი და ძალიან პოზიტივი. ეხება სამომავლო ვარდისფერი კლინიკი, რომელიც არის სწორედ პირველი მისი დანიშნულება დაიწყო სკრინინგიდან და ასევე იქნება ვარდისფერისთვის, რომ სკრინინგი და თქვენი აქტივობა არის ძალიან